ახლა ჩვენი მთავარი ორგანო, რომელიც არის ჩვენი გული, მასზე გვინდა რომ შემოგთავაზოთ საუბარი და მოდით მიმართულებას გამოვკვეთავ, რომელზეც უფრო დავკონკრეტდებით. რა შემთხვევაში შეიძლება ჩვენს უძვირფასეს ორგანოს გულს დაჭირდეს დაუშვათ აორტის სარკმლის პროტეზირება? თიკა, ესე იგი აორტის სარკმლის პროტეზირება ნიშნავს ან მის სამსარკმლის შეცვლას. დიახ. საკმაოდ ხშირი პრობლემა არის სოფლიოში და ძირითადად ეს სარკველი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რამაც შეიძლება ძალიან სერიოზულ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. და ძირითადი პრობლემა ეს არის აორტის სარკმლის სტენოზი, როდესაც ანუ ის ვერ კეტავს ბოლომდე, ვერ იხურება, ესე ვთქვათ, ხო. თავი პრობლემა ისე რომ შემდეგ ეს ატყოსნის სისხლი უკან ბრუნდება ისევ გულში და მისი სიმპტომები, ესე იგი, პირველადი ეს არის ანუ ქოშინი, გულმკერდის არეში ტკივილი, აი სტენოკარდიას, რასაც ვეძახებთ, აი ინფარქტის მსგავსი და შეიძლება გონების კარგვაც კი იყოს. სხვა ესეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიზეზები შეიძლება საჭიროება გახდეს ამ ქირურგიული მანიპულაციის ჩარევის, ეს არის თანდაყოლილი ბიკოსპიდალური, ანუ სამი ფრთა აქვს აორტის სარკმელს და თანდაყოლილად ადამიანს მესამე არ აქვს და არის მხოლოდ ორკარიანი. ხო, ორკარიანი, ესე რომ ვთქვათ. შეიძლება იყოს ასევე თანხლები აორტის ანევრიზმასთან ერთად. ასევე საკმაოდ ხშირი სამწუხაროდ არის ინფექციური ენდოკარდიტი, სეპსისის შემდგომ ერთ-ერთი საყვარელი ადგილი არის ბაქტერიებისთვის, განსაკუთრებით სტრეპტოკოკისთვის, სტაფილოკოკისთვის, ანუ ამ სარკმელზე ამ ინფექციის და ვეგეტაციები ქვია, ანუ ნაწიბურების შექმნა, რაც ასევე მე ფუნქციას უკარგავს ამ სარკმელს. ჩვენთან ამბობენ ხოლმე, რომ გულს ძალიან კარგად ულიან ჩვენს ქვეყანაში, ასე ამბობენ და ძალიან კარგი ამბავია, რა თქმა უნდა ეს და მოდით ახლა გავარკვევთ, როგორ მოუვლიან გულს ასეთ შემთხვევებში, როდესაც გვაქვს დაუშვათ აორტის სარკმლის ჩანაცვლება დღის წესრიგში. და როგორ ხდება ეს და რა დროს შეიძლება გახდეს ეს აუცილებელი და გადაუდებელი, ამაზე უკვე ჩვენი სტუმრები საუბრებენ. დავპატიშებ ჩვენთან სტუმრად კლინიკა თიმის ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა ჩანტლაძეს და კომპანია Modern Medical Solutions კომერციულ დირექტორს რომან ლომიძეს. გამარჯობა. წყალინთის ახალგაზრდებულ მინერალურ ნატურალურ წყალს ვთავაზობთ, ასევე 0% ბრომატით. მაგარია. კეთილი, ვისაუბროთ აორტის სარკმლის დაზიანებაზე და რას წარმოადგენს ეს კონკრეტული ჯერ ეს კითხვა. მოგესალმებით. აორტის სარკველი პირველ რიგში რო განმარტოთ, ეს არის პირველი კარი, რომელიც გულმა უნდა გადალახოს, მას შემდეგ რაც შეიკუმშება და უნდა მიაწოდოს ორგანიზმს სისხლის გარკვეული მოცულობა. ჩვენ როდესაც საუბრობთ აორტის სარკმლის დაზიანებაზე, აქ გულისხმობთ, რომ მისი მექანიზმი არის მორღვეული და ეს შეიძლება მოხდეს ორი ფორმით. უფრო ხშირი ფორმა ეს არის მისი გადაგვარება შევიწროების სახით, როდესაც აორტის კარედები ძირითადად ასაკობრივი მიზეზების თუ სხვა მიზეზების გამო კალციფიცირდება, ანუ ხდება გაქვავება, ასე ვთქვათ, მათი რის გამოც მისი ელასტიურობა კლებულობს, უჭირს გახსნა და გულს ამ წინააღმდეგობის დასაძლევად უწევს საკმაოდ დიდი ძალისხმევის გაწევა, რომ აი ამ ვიწრო ხვრელში გაატაროს სისხლის საკმარისი რაოდენობა. მეორე შემთხვევაში შეიძლება გაღების პრობლემა არ იყოს, მაგრამ იყოს დახურვის პრობლემა, რა დროსაც სისხლის ნაკადი უკვე უკან ბრუნდება გულში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ორივე პრობლემას სჭირდება საკმაოდ დროული დიაგნოსტიკა, რაც დღევანდელ დღეს ძალიან მარტივია. ჩვეულებრივი გულის ეკოსკოპიური გამოკვლევით შეიძლება ამ პრობლემის დიაგნოსტირება და შემდგომ ჩვენი ვალდებულება ექიმების, რომ დროულად მოვახდინოთ რეაგირება და ჩარევა მოვახდინოთ იმ ეტაპზე, სანამ გულზე უკვე შეუქცევადი ცვლილებები განვითარდება. და აი პოპულაციის რა პროცენტს აწუხებს მეტად ქალებს, მამაკაცებს, ანუ უბრალოდ სტატისტიკურად რამე? სტატისტიკურად ქალებში უფრო ხშირია ეს პრობლემა. და რა ყველაფერი უფრო ხშირია ქალებში. ამას დამატებით სხვა ახსნაც აქვს, რომ ეს დაავადება ძირითადად მაღალ ასაკთან ასოცირდება. და დროთა განმავლობაში, რაც
თანამედროვე მედიცინის განვითარებასთან ერთად მოსახლეობის საშუალო ასაკი იზრდება შესაბამისად, რო ხშირად ხვდებით ამ დაავადებასაც. საშუალო სტატისტიკით 65 წლის ზემოთ დაახლოებით 2-3%-ია მისი სიხშირე, 75 წლის ზემოთ უკვე 5%-მდე ადის და 80-85-ის ზემოთ დაახლოებით 10-დან 1 პაციენტს გარკვეული სიმძიმის პრობლემა ამ მიმართულებით აქვს. თუმცა ქირურგიული ჩარევა ყოველთვის ალბათ არ ხდება, ხო? აი რა შემთხვევებში არის ის გადაუდებელი აუცილებლობა, რომელზეც თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩარევა მოხდეს. გეთანხმებით დაახლოებით 60-70%-თან ეს დაზიანება არის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის და შესაბამისად ასეთ პაციენტებთან რეკომენდებულია მხოლოდ დაკვირვება, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ეკოსკოპიური კონტროლი და მედიკამენტური მკურნალობა. როდესაც მძიმე ხარისხზეა საუბარი და ამ ყველაფერს თუ თან ერთვის პლუს პაციენტის სიმპტომები, რაც გამოიხატება როგორც აღნიშნეთ ქოშინით, ტკივილი პუნკერდის არეში, შესაძლოა მძიმე ფორმებში გონების კარგვითაც. ესეთ სიტუაციაში უკვე სამწუხაროდ სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ ეს დაზიანებული სარქველი უნდა ჩანაცვლდეს, არ არსებობს. მედიკამენტები ვერანაირი მექანიზმით ვერ დაშლის აი ამ გაქვალებულ კარედებს. და მივადგეთ ესე იგი ქირურგიას, ხო? როდესაც არის უკვე რაღაცა ყველანაირი დაკვირვების დრო ამოწურული, ხო? რა ხდება ასეთ დროს? ქირურგია როგორი პროცესი, რა პროცედურაა, ასე ვთქვათ? სიტყვა თვითონ ქირურგია თავისთავად ოპერაციას მენტალობაში ოპერაციას და გაჭრას გულისხმობს, თუმცა დღევანდელ დღეს გამომდინარე იქიდან, რაც უკვე აღნიშნე, რომ ეს პრობლემა ძირითადად ხანდაზმულ მოსახლეობაში უფრო აქტუალურია, შესაბამისად საკმაოდ დიდია პაციენტების ის რაოდენობა, ვისთანაც ოპერაციის გაკეთება არც ისე მარტივია. რა თქმა უნდა. დაახლოებით 20-25 წლის წინ გაჩნდა პირველად ეს იდეა და ტექნოლოგია, როდესაც ეს მეთოდი შეიქმნა სწორედ იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც ოპერაცია არ იყო გამოსავალი, ანუ ეს პაციენტები იმყოფებოდნენ გამოუვალ მდგომარეობაში. დღევანდელი გადმოსახედით უკვე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. თანამედროვე რეკომენდაციებით უკვე 70 წლის ზემოთ პაციენტებში პირველი რიგის არჩევანი არის ტავი. იმდენად დაიხვეწა ეს ტექნოლოგია და იმდენად სრულფასოვნად შეძლო დიდი ქირურგიული ჩარევის ჩანაცვლება, რომ ეს დღევანდელ პრაქტიკაში არის პრაქტიკულად. თუმცა კითხავ, რაღაც ჯგუფი დარჩა, რომელშიც დავშვა ტავს არ გააკეთებდა და მაინც ქირურგია. ეს ძირითადად არის ახალგაზრდა ასაკის პაციენტები, ვისთანაც შეიძლება ასევე მსგავსი პრობლემა განვითარდეს და ასევე გარკვეული ჯგუფი პაციენტების, ვისთანაც სხვადასხვა მიზეზების გამო შეუძლებელია ტავის ჩატარება. თქვით ტავის მექანიზმის შესახებ, ანუ რა ხდება? ტავი რა არის? ტავი თუ გავშიფრავთ, ეს არის აორტის სარქლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია. ანუ ეს ტრანსკათეტერული სიტყვა თავისთავად მიგვითითებს იმაზე, რომ პროცედურის ჩატარება სრულად ხდება კათეტერების მეშვეობით ყველანაირი დიდი განაკვეთის გარეშე. პროცედურა მთლიანად ტარდება ძირითადად ბარძაყის არტერიიდან, ყველაფრის კონტროლი მიმდინარეობს რენტგენის ქვეშ და ჩვენ სპეციალურად მომზადებული კათეტერების მეშვეობით, რომელშიც ჩატვირთულია სარქველი, მიყვავს ეს სარქველი ბუნებრივი სარქლის ადგილას, ხდება აი ამ დაზიანებული გაქვავებული კარედების გაშლა და ბუნებრივი სარქლის ადგილას იშლება ეს ახალი სარქველი, რომელიც უკვე სრულფასოვნად იღებს თავის თავზე ძველი სარქლის ფუნქციას. და მას ქვია თვითგანშლადი სარქველი, რომელიც თვითონ სარქველები არის ორი სხვადასხვა ტექნოლოგიით შექმნილი. ერთი ტექნოლოგია, რომელიც მიჩნეული არის საუკეთესო დღევანდელ სამედიცინო მსოფლიო ბაზარზე, არის თვითგანშლადი სისტემები, რომლებიც შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან, ეს არის მეტალის ჩარჩო, ნითინოლისგან დამზადებული. ნითინოლი არის ნიკელის და ტიტანის შენადნობი, რომელიც სხეულის ტემპერატურაზე ინარჩუნებს ფორმას და ერგება აორტის კედლების ფორმასთან ახდენს ადაპტაციას. ანუ იმის რისკი, რომ მექანიკური შეფერხება შეიქმნას, ან მოხდეს ოპერაციის შემდგომ განვითარება ლიქის გაჟონვის ეს არ ხდება, ანუ მინიმალურია. აი რაღაც ნაპრალის არსებობა, ხო, რომელიც გამოაპარებს სარქველს და ახალ იმპლანტირებულს შორის. ამისგან გვაზღვევს. პლუს ამას ამ სარქველებს აქვს ერთი ძალიან დიდი
უპირატესობა, რომ გამორიცხავს ფაქტობრივად თრომბოზის რისკს. განსხვავებით, აი ბალონგანშლადი ტექნოლოგიისგან, როდესაც აი როგორც ნებისმიერ ბალონზე არის დაწნეხილი სარქველი და ხდება მისი იმპლანტაცია. ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი რისკი არის განსაკუთრებით ისევ ქალბატონებში და ისევ პატარა ზომის სარქველების შემთხვევაში, დაახლოებით 9-ჯერ უფრო მაღალი რისკი არის თრომბოზის განვითარების, ვიდრე თვითგანშლადის შემთხვევაში. გარდა ამისა, უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თვითგანშლადის სარქველი დგება სუპრაანულარულ, ანუ ძველი სარქლის ზემოთ პოზიციაში და მაქსიმალური ზომით ხდება გაფართოება იმ რგოლის, სადაც უნდა გაიაროს სისხლმა, რომ გულიდან გადავიდეს აორტაში. ანუ სისხლის ნაკადის ყველაზე ეფექტური აღდგენა ხდება ასეთი ტიპის სარქველების გამოყენებისას. რა დროს მოიცავს ეს პროცედურა სტანდარტულად? პროცედურა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გრძელდება. დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, პაციენტის ინდივიდუალურ მონაცემებზე, სირთულეზე, ანესთეზიის ფორმაზე, რომელიც შეიძლება იყოს სტანდარტული ნარკოზი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მსუბუქი თავისი სიღრმით და სიმძიმით, ვიდრე დიდი ქირურგიის დროს, ან თუნდაც ღრმა სედაციით უბრალოდ დამამშვიდებელი მედიკამენტის ქვეშ. და რეაბილიტაციის განსხვავება? აქ არის დრამატული განსხვავება. თავისთავად ეს არის მინიმალურად ინვაზიური პროცედურა. შესაბამისად, პაციენტს არ რჩება არანაირი დიდი ჭრილობა, რომლის შეხორცებას ან რეაბილიტაციას რაღაც გარკვეული მოვლა შეიძლება დაჭირდეს. პრაქტიკულად მეორე დღეს პაციენტი აქტიურია, პალატაში ფეხზე დამოუკიდებლად გადაადგილდება და საშუალოდ 48-72 საათში ეწერება სახლში. ორი ტიპის სარქველი ჩანაცვლება ვახსენეთ, ხო, სარქველის ჩანაცვლება. და პაციენტი წვეს, რომელია მისთვის უფრო შესაფერისიან, აი რაღაცა როგორც აღს პროდუქტს ირჩევ დაახლოებით, ესე ირჩევს თუ დავუშვათ ექიმი წვეთს რა სჭირდება მას, რა უფრო არის მისთვის მიზა შეწონილი. ეს ძირითადად დამოკიდებულია სხვადასხვა ანატომიურ პარამეტრებზე, რომელიც წინასწარ ძალიან დეტალური კომპიუტერული ტომოგრაფიით ფასდება. არის სიტუაციები, სადაც ორივე სარქლის გამოყენება შესაძლებელია, არის სიტუაციები, სადაც ცალსახად ერთს ან მეორეს აქვს მკვეთრი უპირატესობა. უცნაურია თითქოს ხანდაზმულისთვის უფრო მარტივი პროცედურაა შეთავაზებული, იმიტომ რეაბილიტაცია უფრო მარტივი და დავუშვათ ისეთი უფრო კლასიკური ქირურგია ახსენეთ ახალგაზრდებისთვის, თუ აი რატომ ხდება ასეთი, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიღება? რატო დამზოგავი ყველასთვის კარგი იქნებოდა, არა? ესე ლოგიკურად რა ვიფიქროთ? თავისთავად არა, ესეთი დიდი განაკვეთით ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია სარქლის მუშაობის ხანგრძლივობა. ტრადიციულად ყოველთვის ესე ითვლებოდა, რომ ქირურგიული გზით იმპლანტირებული სარქველი უფრო დიდი ხნით მუშაობს და შესაბამისად ამიტომ ის ითვლებოდა წლების განმავლობაში ოქროს სტანდარტად. ამ შემთხვევაში მაგალითად თუ ვისაუბრებთ მეტრონიკის თვითგაშლად სარქველზე, ეს პლატფორმა გამოირჩევა მუშაობის მაღალი ხანგრძლივობით და ბოლო კვლევების მიხედვით დადასტურდა, რომ საშუალოდ 10 წლიანი ხანგრძლივობა თავისუფლად აქვს, რითიც ქირურგიული სარქლის საშუალო ხანგრძლივობას უთანაბრდება და რიგ შემთხვევებში შეიძლება უსწრებდეს კიდევაც. Ქვე დავამატებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის წინასწარ სწორად განსაზღვრა იმპლანტის. რაში მდგომარეობს ეს? თვითონ სარქველს არ უნდა კონდეს პრობლემა, რომ პაციენტს დაჭირდეს რაიმე დამატებითი ჩარევა. მინიმალიზებული უნდა იყოს ეს რისკი, მაგალითად არ ჩამოყალიბდეს არითმია, რომელსაც ცალკე პეისმეიკერის იმპლანტაცია შეიძლება დაჭირდეს და მეტრონიკი ამით გამოირჩევა, რომ მისი სარქველების გამოყენების შემთხვევაში ამის რისკი ფაქტობრივად არ არსებობს. მეორე საკითხი არის, რომ დროის გასვლასთან ერთად, რაც უნდა მაღალი ხარისხის იყოს გამოყენებული მეტალი, არც თუ ისე იშვიათი არის შემთხვევები, როდესაც ვითარდება ეგრეთ წოდებული crashing ეფექტი და ზეწოლის გამო ეს მეტალის ჩარჩო ტყდება, ზიანდება ან დეფორმირდება. და ზეწოლას ახორციელებს აორტის კედლებში. თვითონ კედლებს შეუძლია ეს გააკეთოს. მეტრონიკის შემთხვევაში ეს რისკი უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს. და შესაბამისად ყველა ის პაციენტი, ვინც იღებს რეალურად იმ სტანდარტის მკურნალობას, რაც არის დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში და საუკეთესო კლინიკებში მაქსიმალურად არის ამ ტიპის
გართულებებისგან დაზღვეული. ნანახი ალბათ კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. მოდით ნახოთ მთელი ეს პროცესი, რომელსაც ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ვიდეოს სახით კონკრეტულ პაციენტზე განხორციელებას. დავასრულეთ კიდევ ერთი ტავის პროცედურა წარმატებით. ეს არის სარქლის სადემონსტრაციო მოდელი, რომლის იმპლანტაციაც განხორციელდა. ეს არის მეტალის კარკასი, რომელიც უზრუნველყოფს ამ სარქლის ფორმის შენარჩუნებას და არის საკმაოდ მძლავრი მისი სიხისტე, ასე ვთქვათ, და შიგნით ეს არის უკვე ქსოვილი, რომელიც ასრულებს სარქლის როლს. ეს არის ძალიან მაღალტექნოლოგიურად დამზადებული, სპეციალურად ღორის გულის გარსისგან, რაც დადასტურებულია, რომ საკმაოდ დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევა შემდგომ მუშაობის პროცესში და თუ გადავიტანთ ამას უკვე რენტგენის ჩანაწერზე, ეს არის იმპლანტირებული სარქველი, ეს არის აი აქ არის დაახლოებით გული და ეს სარქველი აი დაახლოებით ესეთ მდგომარეობაში არის იმპლანტირებული გულის ბუნებრივი აორტის სარქლის პოზიციაზე. მოგეხსენებათ, ეს ჩარევა ჩატარდა ყველანაირი დიდი ქირურგიული განაკვეთის გარეშე, რაც პაციენტს აძლევს საშუალებას, რომ მეორე დღიდან პრაქტიკულად ჩვეულებრივ ცხოვრების წესს დაუბრუნდეს. ესეც ასე. ნახეთ, არ მინერვიულია ამ პროცესის ყურებისას, როგორც დაუშვათ დიდ ქირურგიულ პროცესებზე ამირიდებია თვალი. ამიტომ თქვენს ალბათ დარწმუნდით, რაოდენ დამზოგველია ეს მიმართულება. მოდით ახლა ჩვენ გავაგრძელოთ კიდევ საუბარი. რა სიახლეების დანერგვა არის კიდევ დაგეგმილი, იმიტომ რომ თქვენი მოსვლა ყოველთვის უკავშირდება რაღაცა ახალი ამბის გაზიარებას ჩვენი მაყურებლებისთვის და რა გაქვთ კიდევ ჩაფიქრებული საინტერესოა. მიზანი ნამდვილად არის, რომ იმ სტანდარტის მედიცინა იყოს ხელმისაწვდომი საქართველოში, რეალურად ხელმისაწვდომი, რაც არის განვითარებულ ქვეყნებში. ენდოვასკულური მიმართულებით არის კიდე რაღაცა გამოწვევა, რომელიც უნდა მიმართულებით. აჰა. რაც მეტი მით უკეთესი, თუმცა ახან ჩვენ ახლა დღეს ტავიზე ვსაუბრობთ. წელს აუცილებლად გვაქვს გეგმაში, რომ დავნერგოთ უკვე შემდეგი თაობის სარქველების გამოყენება, რომლის გამოყენებას პაციენტს აი თუ დაჭირდა იმპლანტაციის შემდეგ კორონარულ სისხლძარღვებზე ჩარევა, ამ რისკსაც გვიზღვევს მაქსიმალურად, რომ იქ სარქლის ჩარჩოს არსებობის გამო არ მოგვიწიოს რაღაცა გართულებებთან შეჯახება და წვდომა კორონარულ სისხლძარღვებთან გქონდეს თავისუფალი. და გარდა ამისა, მიზანი არის, რომ ისეთი სისტემები დავნერგოთ აქტიურად, რომლებზეც ვისაუბრებთ არა 10 წელზე, არამედ გაცილებით დიდ პერიოდზე, როგორც მათი გამოყენების თუ მათი ფუნქციონირების ვადაზე შეიძლება იყოს რიგ შემთხვევებში ორჯერ მეტიც კი, აი იმ კითხვის საპასუხოდ, რომ ახალგაზრდა პაციენტებში თუ შეგვიძლია გამოვიყენოთ, მედიცინა ამ მიმართულებით ვითარდება, რომ რაც შეიძლება დაიწიოს ასაკმა მინიინვაზიური ჩარევებისთვის მისაღებმა ასაკმა და მეტ პაციენტს ჰქონდეს საშუალება მიიღოს ისეთი სერვისი, რომელიც შემდგომ განმეორებითი ჩარევების რისკს მაქსიმალურად დაასრულებს. მადლობას გიხდით ჩვენთან. მადლობა.